დღეს ჩვენი თემა არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ეპიდემიოლოგია. ძალიან მაღალია დღევანდელ დღეს ანტიმიკრობული რეზისტენტობის ტვირთი. 2050 წლისთვის თუ კი ასე გაგრძელდა სიტუაცია, როგორც დღეს არის, 10 მილიონი სიკვდილობის შემთხვევა გვექნება სოფლიოში. სუბთერაპიული დოზებით საკვებში ხდება ანტიბიოტიკების შერევა. ანუ თქვენ რომ გონიათ, რომ არასოდეს მიგიღიათ ანტიბიოტიკი, ასე ვთქვათ, შეიძლება დღეს საუზმეზე მიმართო. 5 წლამდე ბავშვს 24-ჯერ გამოუწერეს ანტიბიოტიკი. წარმოიდგინეთ, მიკრობიომის აღდგენას შეიძლება დასჭირდეს 1 ან 2 წელი, ან შეიძლება საერთოდ ვერ მოხდეს მისი აღდგენა. კოვიდმა ფაქტიურად დაგვანახა, თუ როგორ მუშაობენ ეპიდემიოლოგები, როდესაც არის ხანძარი, ხო? ისინი მთელი თავისი მუშაობის პერიოდში ხანძარ საწინააღმდეგო სისტემას აწყობენ, ასე რომ ვთქვათ, და შემდეგ ეპიდემიის დროს უკვე მის ჩაქრობაზე მუშაობენ. ადამიანი მარტივ პასუხს ეძებს. და ეს მარტივი პასუხები ხშირად დეზინფორმაციის სახით უფრო იოლად ვრცელდება. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ და უყურებთ ჯანსაღ დიალოგს. დღეს ჩვენი თემა არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ეპიდემიოლოგია, იმიტომ რომ სწორედ ამ საკითხების გარშემო ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, ძალიან საინტერესო ადამიანი მოწვეული, კაპიტანი ლიკა ჯანაშვილი, რომელიც გახლავთ საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი. კაპიტანი ლიკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. დიდი მადლობა მოწვევისათვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს გადაცემაში სტუმრობა. დიდი მადლობა თქვენ. მე გახლავართ ზურაბ ალხანიშვილი, ჩემი კოლეგა სანდრო ჩხიკვიშვილი და ჯანსაღი დიალოგი გახლავთ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. კაპიტანი ლიკა, თქვენთან საუბარი მინდა რომ დავიწყო ზოგადად ეპიდემიოლოგების შესახებ და მე მახსოვს ესე ერთხელ ჩემმა მეგობარმა დაწერა Facebook-ზე, რომ ნეტავ არასოდეს არ ვნახო, ეს ხალხიო გაბრაზებულიო. ანერვიულებულიო უფრო სწორად, ხო? ხო და აი გასაგებია რომ ეხა კრიზისების დროს უფრო ხშირად გვესმის ხოლმე ეს ხმა, მაგრამ გარდა ამ კრიზისის როცა მშვიდობა არის და როცა ერთ შეხედვით არაფერი არ ხდება, მაშინ რას აკეთებთ? ძალიან კარგი კითხვა. ეპიდემიოლოგები არიან განსაკუთრებული ადამიანები და მე მინდა დღეს გამოვხატო მათ მიმართ ძალიან დიდი პატივისცემა. მოსახლეობაში გავრცელებულია აზრი, რომ თითქოს ეპიდემიოლოგი არის ეპიდემიის ექიმი. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. როდესაც ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდეა, არაფერი არ ხდება, სწორედ მაშინ ისინი მუხლჩაუხრელად მუშაობენ. და რას აკეთებს ეს ხალხი? ამ ხალხის ძირითადი ამოცანა არის, რომ პრევენცია გაუკეთონ სხვადასხვა დაავადებებს, როგორც არის გადამდები დაავადებები, არაგადამდები დაავადებები და ეხლა მათი ზედამხედველობის არე ძალიან გაფართოვდა და ამაზე შემდგომში ვისაუბრებთ. პრევენცია ეს არის მკურნალობის ყველაზე კარგი სახე, რა თქმა უნდა, დამეთანხმებით და აი ამ პერიოდში ეს ადამიანები ეპიდემიოლოგიის სისტემის საშუალებით აკვირდებიან დაავადებების გავრცელებას, სხვადასხვა ინდიკატორებს, მაგალითად ჰოსპიტალიზაციის მონაცემებს, მაგალითად ავადობის მონაცემებს, სიკვდილობის მონაცემებს, ვაქცინაციით მოცვას და სხვადასხვა მაჩვენებებს. შემდეგ ეს მაჩვენებლები აუცილებლად ანალიზდება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება არის საჭირო. თქვენ წეგან გეგმება, ანუ ამის დიახ, რა თქმა უნდა. თქვენ წეგან ახსენეთ, რომ გაბრაზებული არ ვნახო, როდის ბრაზდებიან ეს ადამიანები, მაშინ, როდესაც რაღაცა ისეთი ხდება, რომ მათ წინ, ასე ვთქვათ, პრობლემური საკითხი აქვთ. ანუ რაღაცა დაავადების რაოდენობა შედარებით უფრო ბევრია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე კატასტროფის წინაშე ვდგავართ და საჭიროა ძალიან სწრაფად განვახორციელოთ ღონისძიებები, რათა არ გავრცელდეს ეს ინფექციები და არ შეიქმნას ეპიდემიური მდგომარეობა ქვეყანაში. ეს ადამიანები ამას აკეთებენ ჩუმად, წყნარად, აკვირდებიან მონაცემებს, ანალიზებენ, რისკის არეების გამოყოფა ხდება და ძირითადად სოციუმში მუშაობენ.
და ეს სიმშვიდის პერიოდი ვახსენეთ, ხო, როცა არაფერი არ ხდებაო და მაგიტომაც არ ხდება, რომ მუშაობა ფარს. ხო, ზუსტად, რა ვიცი, აი რო სუნთქავ ხო არ ფიქრობ რომ რა კარგია რო სუნთქავ, როცა სუნთქვის პრობლემები შეგექმნება, მაშინ ხვდები რა კარგი ყოფილა, როდესაც ნორმალურად სუნთქავდი. კეთილი, რომ ვისაუბროთ, თქვენ ახსენეთ აი ესეთი კრიზისული მომენტები, ხო, როცა ასე თქვა ბრჭყალებში ბრაზდებიან ეპიდემიოლოგები. COVID-19 პანდემიის მერე კიდევ უფრო ხშირად ისმის ალბათ ისე ღიადაც და საკუთარ თავშიც კითხვა, აი როდის ველოდოთ შემდეგ აფეთქების ან რა ტიპის აფეთქებები შეიძლება შეგხვდეს მომავალში. ამ მიმართულებით, აი პროგნოზირების რა მოდელები გამოიყენება იმისთვის, რომ განსაზღვროთ სამომავლოდ აფეთქებების დრო ან სეზონი ან ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ინფექციურ დაავადებას ახასიათებს სეზონურობა, ზოგი ვრცელდება ტემპერატურის ტენიანობის და ასე შემდეგ გარემო პირობების მიხედვით, მაგრამ აი ამის მიღმა, ასე ვთქვათ, ერთი შეხედვით მოულოდნელი აფეთქებების პროგნოზირება რამდენად ხდება ეპიდემიოლოგების მიერ, ან რა მოდელირებებით ხდება. COVID-მა ფაქტიურად დაგვანახა თუ როგორ მუშაობენ ეპიდემიოლოგები, როდესაც არის ხანძარი, ხო? ისინი მთელი თავისი მუშაობის პერიოდში ხანძარ საწინააღმდეგო სისტემას აწყობენ, ასე რომ ვთქვათ, და შემდეგ ეპიდემიის დროს უკვე მის ჩაქრობაზე მუშაობენ. და ვიცით თუ არა, რა პრობლემასთან გვექნება ჩვენ საქმე, თქვენ ესეთი კითხვა დამისვით, ხომ? 100%-ით ამისი პროგნოზირება არ არსებობს და ვერც იქნება ვერასოდეს, მაგრამ დღევანდელ დღეს მათემატიკური მოდელირებით დათვლილი არის, მაგალითად, რას უნდა ველოდოთ 2050 წლისთვის ანტიმიკრობული რეზისტენტობის თვალსაზრისით და ისეთი ციფრია თქმაც მიჭირს. 2050 წლისთვის თუ კი ასე გაგრძელდა სიტუაცია, როგორც დღეს არის, 10 მილიონი სიკვდილობის შემთხვევა გვექნება სოფლიოში. 10 მილიონი. ეს იცით რამხელა რიცხვია, გადააჭარბებს კიბოთის სიკვდილობას, გადააჭარბებს დიაბეტით სიკვდილობას და ასეთ დაავადებებს. ძალიან მაღალია დღევანდელ დღეს ანტიმიკრობული რეზისტენტობის ტვირთი. და ეს ერთგვარით ფარული პანდემიაა თითქოს, არა და ასეც ეძახიან, ანუ ესე კონკრეტულად ერთ ინფექციურ აგენტს ვერ გამოყოფ, მაგრამ ეს ერთად ჩვენ ჩაუღრმავდეთ ახლა ამ პროცესს, ალბათ დღეისთვის ჩვენი შეხვედრის მიზანი ზუსტად ეს არის. ეს არის პანდემია, რომელიც არ ვიცით როდის დაიწყო. და ისე ჩუმად მიმდინარეობს, რომ თუ ჩვენ მასზე კარგი ეპიცედამხედველობა არ დავაწესეთ და არ ავამუშავეთ ჩვენი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები, შესაძლებელია ისე გაიქცეს ეს პროცესი, რომ ვერც კი დავეწიოთ და ამ პროგნოზზე უარესი შემთხვევები დაგვიდგეს. ესეთ შეკითხვა მინდა დაგისვათ, კაპიტანლიკა, ამაზე მე გავაგზავნებთ, ახლა ჩვენ ძირითადი საუბრის თემაა, სწორედ ეს არის, იმიტომ რომ ტკივნეული საკითხია და დაამნიშნულოვანი. ახლა თქვენ როცა ეს შესავალი გააკეთეთ, ხო, რას ნიშნავს ეს პროფესია და რას აკეთებენ ეს ადამიანები, აღნიშნეთ, რომ ერთის მხრივ ისინი სამედიცინო დაწესებულებებშიც მუშაობენ, იმიტომ რომ იქაც არის საქმე და მეორეს მხრივ მათ უწევთ ეს საზოგადოებრივ სივრცეებშიც მუშაობა. აი იმ სამედიცინო დაწესებულებებში რას აკეთებენ მაგალითად ეს ადამიანები და ასევე თქვენი მაგალითიც თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ, ანუ აი თქვენც რა პერიოდიდან დაიზოთ თქვენ პრაქტიკოსი ექიმი იყავით, ხო? თქვენი კარიერა გქონდათ და ერთ დღეს შევიცვალე ყველაფერი და ახალი ცხოვრება დავიწყე, აბსოლუტურად. სხვა ხარისხის გაუმჯობესებას და უსაფრთხოებაზე მუშაობა უკვე ძალიან ბევრ სამედიცინო დაწესებულებაში. მოგეთ მოკლე გზა მინდა როგორ მიხვედით ამ ასოციაციამდე. ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი განვლილი წლები, უკან რომ მოვიხედავ ხოლმე რაღაცა სიამაყით მევსება გული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე გვაქვს ნანახი, ძალიან ბევრი რამე გვაქვს გავლილი, რა თქმა უნდა, კოლეგებთან ერთად. დიახ, მე ვიყავი პრაქტიკოსი ექიმი, 23 წლის განმავლობაში მუშაობდი პედიატრად, ინფექციონისტად და ამის შემდეგ რაღაც უცებ
ქონდა შემოთავაზება, რომ ხარისხის უზრუნველყოფაში გადამედგა ნაბიჯი და დამეწყო მუშაობა ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა დავთანხმდი. არც ისეთი პატარა არ ვიყავი. დავთანხმდი და დაიწყო ჩემს ცხოვრებაში აბსოლუტურად ახალი ერა. ეს იყო სწავლა, სწავლობდი კიდეც, ანუ ამ მიმართულებით და თან პრაქტიკული მოღვაწეობა. ძალიან საინტერესო იყო ეს ამბავი, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა კუთხით დავინახე სამედიცინო მომსახურება. და თუ რას ნიშნავს სამედიცინო მომსახურების ხარისხი, სულ სხვა, როდესაც შენ ახორციელებ ამ სამედიცინო მომსახურებას და სულ სხვა, როდესაც გვერდიდან უყურებ ამ ყველაფერს. ეხლა რაც შეეხება თქვენს კითხვას, ძირითადად ეპიდემიოლოგი ხო ასოცირდება საავადმყოფოებთან, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ვხედავთ საზოგადოებრივ სივრცეში მომუშავე ეპიდემიოლოგებს, თუმცა კი ვიცით ცნობილი სახეები ვინ არიან. საავადმყოფოში ეპიდემიოლოგი აბსოლუტურად იგივე საქმიანობას აკეთებს, იგივე საქმიანობა რა არის. იგივე ეპიდემიოლოგია, ინფექციებზე, ინფექციის აღმოჩენა, პრევენცია, რისკის არეების იდენტიფიკაცია, იგივე ავადმყოფების და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ანტიმიკრობული პრეპარატების მოხმარებაზე ზედამხედველობა, მიკრობების რეზისტენტობაზე ზედამხედველობა და რა თქმა უნდა განათლება, რომელიც აქ ძალიან კარგად ჩანს სტაციონარში, მაგრამ როდესაც აი საზოგადოებაში ხდება განათლებაზე საუბარი, ცოტა ისე უყურებენ სკეპტიკურად, მაგრამ რეალურად ეს მუშაობს. იმ წუთას არა, მაგრამ აუცილებლად შემდგომში მუშაობს. რაც შეეხება ჩემ ჩართულობას, აგერ უკვე 20 წელია მე ამ სისტემაში ვარ. 10 წელი ძალიან აქტიურად მუშაობდი ამ ხარისხის და ინფექციის კონტროლის სისტემაში და ბოლოს იმდენი ცოდნა დაგროვდა, რომ ჩემ მეგობრებთან ერთად გადავწყვეტა შეგვექმნა ასოციაცია და გაგვეზიარებინა ეს დაგროვილი ცოდნა საქართველოს ეპიდემიოლოგებისთვის და ინფექციის კონტროლის საკითხებში დაინტერესებული ადამიანებისთვის. თუ დაახლოებით 10 წელი გამოგვივიდა 2015 წლის ბოლოს შევქმნით ასოციაცია, ეხლა უკვე ჩვენ 10 წლის ვართ, სრული 10 წლის. ვზეიმობთ ხოლმე ამ დღეს, ეს არის ვამთხოვთ აპრილს და აპრილში ვზეიმობთ ხოლმე ამ დღეს. და მე ვფიქრობ, რომ რაღაცების გაკეთება მოვახერხეთ. ყოველ შემთხვევაში პროფესიული გაერთიანება და ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს კითხვები დაუსვათ და სწორი პასუხები გაუზიაროთ ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. ნამდვილად, ამიტომაც ანუ ჩვენი დახმარებაც ეს დაგჭირდებათ, მუდმივად მხარში დაგიდგებით. და ასევე მინდა რომ ეხლა თქვენი ასოციაციის ერთ-ერთი პროექტი არის Skilio-G და ჩვენს მენას ვეტყვი რომ ამ ვიდეოს აღწერაში თქვენ შეგიძლიათ რომ გული ნახოთ და იქ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია გაზიარებული ადამიანებისთვის და აი რა იყო ის გამოწვევები რომელიც დაინახეთ თქვენ ხა რის საფუძველზეც გადაწყვეტეთ აი ამ პლატფორმის შექმნა. დიახ, ძალიან კაი კითხვაა, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ჩვენ დიდი ხანია ვფიქრობდით, რომ მოსახლეობისთვის რაღაცა საგანმანათლებლო პლატფორმა შეგვექმნა, რომელიც ინფექციის კონტროლის საკითხებში უფრო მეტ ცოდნას მისცემდა, ვიდრე ზოგადად დაავადებების შესახებ ან რამე სხვა ქცევების შესახებ. და მოგოცა შესაძლებლობა, რომ სლოვაკეთის საელჩომ გამოაცხადა გრანტი და აი ამ გრანტის ფარგლებში დავწერეთ პროექტი და შევქმნით ეს ვებ გვერდი. ახლა რატო? ყველა ადამიანი უნდა დაფიქრდეს თავის მოვალეობაზე საზოგადოების წინაშე. აი ეს უდევს ამას საფუძვლად. კი ბატონო. მინდა ვთქვა, რომ ინფექციის კონტროლი ზოგადად საზოგადოებაშიც, გინდათ სამედიცინო დაწესებულებაშიც ყველას ვალდებულება, როგორც ექიმის, ექთანის, სანიტარის, პაციენტის თავდგმურის, ვიზიტორების, ყველას
ვალდებულება და რატომ არის საზოგადოებაში მყოფი ადამიანის ვალდებულება, ამას ალბათ შემდეგში ჩავშლით. თუ რა როლი აქვს მას რეზისტენტობის განვითარებაში. კეთილი. კაპიტონელი გამაშინე ცოტა უფრო იმაში სიღრმეში ჩავალ, მათ სიღრმეში რა, ანუ შინაარსში ჩავალ, რომ კაბეცანი ხო გითხულობ, წავიკითხე ის სტატიებიც, რომლებიც გამოქვეყნებული და ერთ-ერთი მაგათი ძალიან საინტერესო იყო, რომელიც მოვინიშნე, ეს არის, რომ მიკრობულ ეკოლოგიაზე გაქვთ ერთ-ერთი სტატია, ხო? რომ აი როგორ არგობს ადამიანის ჩარევა ამ ველურ ბუნებაში, იმ ბალანს, იმ მიკრობულ ბალანს მათ შორის, ცხოველებს, გარემოს შორის და ასე შემდეგ და აი მოკლედ შეგიძლიათ რომ ავხსნათ ახლა ესეც როგორ შეიძლება რომ ყველაფერი სარჩულად დაედოს რაღაც ეპიდაფეთქებებს. ზონოზულ ინფექციებზეც რომ ვთქვათ, ხო? კი ბატონო. ესე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ზუსტად ეს დაედო საფუძვლად, რომ ჩვენ გვესაუბრა მიკრობულებრივ ეკოლოგიაზე და შემდგომში ამაზე აგვეგო სხვა დაავადებები, რომელიც მოცემულია ამ საიტზე და განთავსებულია. რა თქმა უნდა, ზოგადად მოსახლეობის ინტერესი, რომელ დაავადებებსაც უკავშირდება, ასეთი დაავადებებიც განვათავსეთ, როგორიც არის მაგალითად მუნი, როგორიც არის ლაიმის დაავადება, ამაზეც ვსაუბრობთ, მაგრამ ჩვენი ძირითადი მიმართულება ეს არის სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციები, ეს არის ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ასე შემდეგ, რომელზეც ვისაუბრებთ ახლა. მიკრობები ყველგან არიან. ისინი ყოველთვის იყვნენ ჩვენთან ერთად და იქნებიან ალბათ ბოლომდეც, ხო? მაგრამ ნახეთ, თუ ჩვენ სხვანაირად მივდგებით ამ საკითხს, შეგვიძლია რომ ვნახოთ რა როლი აქვს მიკრობულ ეკოლოგიას. ერთი პირველი მინდა ვთქვა, რომ აქ არიან სასარგებლო მიკრობები, რომლითაც დაფარულია ჩვენი მთელი სხეული. საინტერესო აქ იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ საიტზე განთავსებულია პოსტერები, რომელიც შეუძლია ადამიანს ჩამოტვირთოს და უფრო დეტალურად გაეცნოს და ამის შესახებაც არის იქ ატვირთული ერთ-ერთი პოსტერი. ჩვენი სხეული, კანი, შინაგანი ორგანოები, სისტემებიც, მაგალითად, როგორც არის კუჭნაძლავის სისტემა, როგორც არის პირის ღრუ, როგორც არის, აი ყველა სისტემები აბსოლუტურად მიკრობებით არის დასახლებული და აი ეს მიკრობები თემებად ცხოვრობენ და ამ თემებს ჩვენ მიკრობიოტას ვეძახით. ჩვენი მიკრობიოტა შეიძლება 3-დან 5 კილოგრამამდე იყოს. წარმოიდგინეთ, რა ამხელა მასა არის, რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობს და მისი ძირითადი მოვალეობაა ჩვენი დაცვა. გვიცავს ის ჩვენ. ასეთივე მიკრობული დაფარვები აქვს, რა თქმა უნდა, ცხოველებსაც, ბუნებაშიც გვაქვს, გარემოშიც გვაქვს მათი გავრცელება. თუ ბალანსირებულია ეს ჩვენი მიკრობიოტა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ რაღაცნაირად დაცულები ვართ, მაგრამ თუ კი წონასწორობა ირღვევა, აი სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ხდება ადამიანის კოლონიზაცია პათოგენური მიკრობებით, რომელიც შემდეგ განაპირობებს სხვადასხვა ინფექციების განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ეს, იმიტომ რომ ზუსტად აი აქ არის ის მთელი ამბავი დამალული, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა რეზისტენტული მიკრობების გავრცელებას, რადგან ძალიან ხშირად კოლონიზაცია ხდება ხოლმე რეზისტენტული მიკრობებით. კეთილი, სანამ აი ამ თემას უფრო სიღრმისეულად ჩავშლით, მინდა რომ ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფციას შევეხოთ, რომელიც ბოლო წლებში ეპიდემიოლოგებისთვის თავარი სტრატეგიის ფოკუსია, ხო? ეს კონცეფცია პრინციპში ემოს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა განუყოფელია ცხოველისა და გარემოს ჯანმრთელობისგან, ხო? რეალურად პრაქტიკაში ამ ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპს რა განხორციელება, ანუ რას გულისხმობს ყოველდღიური აქტივობები ეპიდემიოლოგების მხრიდან, თუნდაც ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისგან, რომელიც ამ კონცეფციის, რა ქვია, გავლით, ასე ვთქვათ, ახდენს პრევენციას სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების. აი რა კონკრეტული აქტიური ნაბიჯები იდგმება.
ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფციის გარეშე დღეს ეპიდემიოლოგია საერთოდ წარმოუდგენელია. რატომ? ეხლა იმიტომ რომ ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია. აი წეხან ჩვენ ვისაუბრეთ მიკრობულ ეკოლოგიაზე, ხო? მიკრობებს გააჩნიათ თვისება სახეობებს შორის გადაადგილების თვისება გააჩნიათ. მაგალითად რეზისტენტული მიკრობები შეიძლება სახეობებს შორის მიმოიცვალონ, როგორც არის ადამიანი, ცხოველები, მცენარეები, შემდეგ მიგრირდნენ ბუნებაში და კიდევ უფრო რეზისტენტული დააბრუნდეს ადამიანში და გამოიწვიოს ისეთი რთული ინფექცია, რომელიც მკურნალობას ძალიან ცუდად ექვემდებარება და ძალიან ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ანუ ერთიანი ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია. და ეხლა მეტყვით რომ ცხოველისგან გადაედება, ეს კითხვა ალბათ წარმოიშვება, ხო? ცხოველისგან გადაედება. მოდით ესეთ მონაცემს გეტყვით. მოხმარებული ანტიბიოტიკების 73% მოიხმარება ვეტერინარიაში. აქედან მსხვილ ქრქოსან საქონელში 50%, ღორებში 45% და ფრინველებში 5%. აი ესეთი განაწილება არის და სწორედ იმ მათემატიკური და წინასწარი გათვლებით გვეუბნებიან, რომ 30 წლისათვის ეს ყველაფერი 67%-ით გაიქნება. წარმოიდგინეთ, როგორ თემასთან გვაქვს საქმე. ჩვენს ქვეყანაშიც და ზოგადად ძალიან ხშირად ანტიბიოტიკები მოიხმარება როგორც სდის მასტიმულირებელი საშუალება. ჰორმონების. ეს რას ნიშნავს, რომ მცირე რაოდენობით სუბთერაპიული დოზებით საკვებში ხდება ანტიბიოტიკების შერევა. ანუ თქვენ რომ გონიათ, რომ არასოდეს მიგიღიათ ანტიბიოტიკი, ასე ვთქვათ. შეიძლება დღეს საუზმეზე მიმერთო. კი, მიირთმევდით თუ გააჩნია რას მიირთმევთ. შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება, თუ არასრულად არის დამუშავებული, არ არის კარგად დამუშავებული, ვთქვათ, ხორცი, ან გარდა ამისა, ვთქვათ, არ არის თერმულად დამუშავებული, ვთქვათ, აი რძე და რძის ნაწარმი და პროდუქტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენთვის უფრო პრობლემური ეს არის ანტიბიოტიკების მიღების ფონზე რეზისტენტული მიკრობები. რომელიც არის აი ამ ცხოველებში, ცხოველებიდან შეიძლება მერე გარემოში გავრცელდეს და აი ასე ხდება მიმოცვლა ბუნებაში. კი ბატონო და ერთი კითხვაც კიდე ამ ეტაპზე ესეთი აქტუალური საკითხი არის ლაიმის დაავადება, წეგა რო ახსენეთ. ხო, ეს ლაიმის დაავადება, რომელიც საქართველოშიც აქტუალური ეს არის დაავადება. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ამ თემაზე ყავდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მკვლევარი, რომელიც ლევანინოა, რომელიც ამ ტკიპებს იკვლევს, რომლებიც არიან ეს შუამავალი ორგანიზმები ამ შემთხვევაში და ვიდეოს აღწერეს შეგიძლიათ ეს ნახოთ და ნახოთ როგორ იკვლევენ ამ საკითხებს. და ეხლა ჩვენ შემთხვევაში რა არის ის კაპიტოლიკა, რაც ხალხმა უნდა იცოდეს? ამის შესახებ რა რეკომენდაციები შეგვიძლია მივცეთ? როგორც თქვით, პრევენცია არის უპირველესი და როდესაც იცის ადამიანმა რასთან აქვს საქმე, რა თქმა უნდა, ის წინასწარ ძალიან ფრთხილად მოქმედებს, ხო? აქ მთავარია ის, რომ ვიცოდეთ, როდის არის შესაძლებელი ამ დაავადების გადაცემა. ძირითადად ვიცით, რომ ბაქტერიული ინფექცია არის და იქსოდერების მიერ ხდება მისი გავრცელება. ბორელიოზსაც უწოდებენ ამ დაავადებას, იმიტომ რომ ბორელია ბურდოფერი არის მისი გამომწვევი. რადგან ბაქტერიული დაავადება, რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკი მასზე ძალიან კარგად მოქმედებს და თუ დროულად დაისმება დიაგნოზი, საკმაოდ კარგი შედეგებიც გვაქვს, მაგრამ გვაქვს პრობლემები იმ შემთხვევაში, თუ დროულად ვერ მოხდა დიაგნოზის დასმა, გახანგრძლივდა პროცესი და ასეთ შემთხვევაში საკმაოდ რთულ პროცესებთან შეიძლება გქონდეს საქმე, როგორც არის სახსრების ტკივილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა რაც არის მთავარი
ის მოდელი ორი დები რო არიან ერთ-ერთს აქვს და ხშირად წერს ხოლმე ამის შესახებ. აი ეს რასაც ხავდოლიკა საუბრობს სახლის გართულებული შემთხვევები. ეხლა რა არის მთავარია ჩვენ ძალიან ხშირად გვიყვარს ტყეში წასვლა დღევანდელ დღეს ტურებიც იგეგმება ხოლმე და მთავარი არის როგორ მივდივართ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სრულიად გვიფარავდეს ტანსაცმელი ჩვენს სხეულს. თავზე ქუდი უნდა გვეხუროს აუცილებლად და რეპელენტები უნდა იქნეს მოხმარებული. ანუ ჩვენ ხელს უშლით იმას, რომ ტკიპა მოვიდეს ჩვენთან ახლოს. დაუშვათ გარდა ამისა თუ ცხოველი მიყვავს, ცხოველით შესაბამისად უნდა იყოს დამუშავებული. რა არის აქ მნიშვნელოვანი? დაუშვათ მაინც მოხდა ტკიპის დამაგრება სხეულზე, ხო? ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რამდენ ხანს დარჩება ის კანში. 24 საათის მერე არის უფრო შანსი იმისა, რომ ადამიანი დაავადდეს ლაიმის დაავადებით. გამიგეთ? ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მალე აღმოვაჩინოთ ტკიპის მიმაგრება და მისი ჩამოშორება კანიდან. დუშის მიღება, როდესაც დავბრუნდებით სეირნობიდან ან თუ რაღაც საქმიანობიდან, ტყიდან დაბრუნების შემდეგ ძალიან კარგ ეფექტებს იძლევა და სხეულის დათვალიერება, რა თქმა უნდა, ბავშვებისაც და არის ესეთი ვიდეო, შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტ სივრცეში, დედა ამბობდა, როგორ გადაწყვიტა პრობლემა, ისეთ გარემოში ცხოვრობდნენ, სადაც ძალიან ბევრი იყო ტკიპები, სხვადასხვა ჩვენთან იმდენი არ არის, მაგრამ მაინც მომატებისკენ აქვს ტენდენცია ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემებიდან გამომდინარე და ამ ქალბატონმა პრობლემა გადაწყვიტა ბავშვის დაბანით ეზოში თამაშის შემდეგ. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი მომენტია. რაც შეიძლება ღია ტანსაცმელი უნდა ჩავიცვათ, ხო, ამ დროს ესეც მნიშვნელოვანი საკითხია და ყურადღება მივაქციოთ კბენის ადგილს. კიდევ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი, რომ აი ამ დროს ჩვენ საზღვრავთ ხოლმე იმუნოგლობულინს, M-ს და როგორც კი აღმოაჩენენ ხოლმე, რომ აი ტკიპა მქონდა და იმ წუთას გარბიან სამედიცინო დაწესებულებაში და ეს მაჩვენებელი 2 კვირამდე კიდეც იყოს ადამიანი ინფიცირებული, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება მომატებული. ამიტომ უნდა დავაკვირდეთ ამ ყველაფერს და თუ გაჩნდება კბენის ირგვლივ ესეთი წითელი ხაზები, ერითემა მიგრანსი ქვია ამას, ან შემომჩნევთ, რომ პატარა ტემპერატურული რეაქცია არის, შეიძლება კუნთების ტკივილიც იყოს, აი ამ შემთხვევაში უნდა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმი რომ დასვავს დიაგნოზს, დიაგნოზის შემდეგ დაინიშნება მკურნალობა და ნამდვილად კარგი შედეგი ექნება ამ მკურნალობას. და იმ შემთხვევაში თუ აღმოაჩინა ადამიანმა ტკიპა საკუთარ სხეულზე და არ იცის რამდენი ხანია გასული ამ ტკიპის მიმაგრებიდან. ანუ აქ უპრიანი არის რომ დაელოდოს სიმპტომების განვითარებას თუ დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს და პროფილაქტიკური მკურნალობა ჩაიტაროს ანტიბიოტიკებით, იმიტომ რომ ეს ხშირი პრაქტიკაა. ძალიან კარგი კითხვა არის, მომეწონა თქვენი კითხვა, იმიტომ რომ ნახეთ, აი მნიშვნელოვანი არის რომ ყველა ტკიპა არ არის აი ამ ბაქტერიის მატარებელი. ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია და ყველა ტკიპის დამაგრება სხეულზე არ გამოიწვევს, რა თქმა უნდა, ამ დაავადებას. და შესაძლებელია იყოს, მაგრამ მან არ დაასნებოვნოს ადამიანი, ამიტომ ინიშნება მკურნალობა მაშინ, როდესაც დიაგნოზი დასტურდება. მაინც ანტიბიოტიკის მიღება ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა და მოდით ამაზე ვისაუბროთ, ეგებ მაინც მიღება რას გვაძლევს. აი წაღან მინდოდა რომ ამაზე ვისაუბროთ, გადავიდეთ აი მაგ საკითხს. კი ბატონო. მოდი ესე დავიწყოთ, რომ თქვენ წაღან კარგად აგვიხსენით რა საფრთხეებს ველოდებით და რა საფრთხეებს ხედავთ ახლაც. დაანახო მომავალში. ხო, და ეხლაც მიმდინარე პრობლემა არის, ხო, ეს ანტიმიკრობული რეზისტენტობა. და მიზეზები რა არის ამის? აი ძირითადი მიზეზები რომ გამოვყოთ. ეხლა ნაწილ-ნაწილს შევეხეთ პატარა საკითხებს, მაგრამ ესე რომ თქვათ, რომ სად უშვებთ შეცდომებს ადამიანები. დიახ. მიზეზი შეიძლება იყოს აბსოლუტურად სხვადასხვა. ყველა
ადგილებში სხვადასხვა მიზეზები წარმოიშვება. ბევრს გონია, რომ ანტიმიკრობული რეზისტენტობა მხოლოდ სავადმყოფოებში წარმოიშვება. რა თქმა უნდა, სავადმყოფოებში არის ძალიან ბევრი სარისკო ადგილები, სადაც ასეთი მიკრობები წარმოიშვება და მათ გამრავლების შესაძლებლობა ეძლევა და ზუსტად ეპიდემიოლოგი მაგას უყურებს, რომ ისეთი პროცედურები, ინვაზიური პროცედურები ისე დაიგეგმოს და ისე ჩატარდეს, რომ არ მოხდეს ზუსტად აი ამ მიკრობების შეჭრა ორგანიზმში და მათ მიერ ინფექციური დაავადების გამოწვევა. რა შეუძლია გააკეთოს, თქვათ, ვეტერინარმა? აუცილებლად მას უნდა კონდეს ანტიბიოტიკების მართვის პროგრამა, ანუ პროგრამა რას გულისხმობს, რა დაუნიშნოს ცხოველს, რომელი დაავადების დროს, როგორი დოზით. რეცეპტის სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ უკვე დასახა საქართველომ ეს მიდგომა, რომ კონდეთ ვეტერინარებს რეცეპტის სისტემა. შემდეგში პროფილაქტიკით ანტიბიოტიკი კი არ მივცეთ, არამედ ვაქცინაცია ჩავატაროთ იმისათვის, რომ დავიცვათ აი ეს ჩვენი ცხოველები, თქვათ, სხვადასხვა ინფექციებისაგან. აქვე მინდა ფერმერებზე ვისაუბრო. ფერმერებიც აუცილებელია რომ ჩაერთონ ამ პროცესში და ყურადღება მიაქციონ, რა თქმა უნდა, თავის პირუტყვს. ისინი ყავდნენ სუფთა მდგომარეობაში, იმიტომ რომ როდესაც ჰიგიენური ნორმები არ არის დაცული, ეს ყველაფერი ხელს უწყობს რეზისტენტული მიკროორგანიზმების გავრცელებას. რა თქმა უნდა, არ გამოიყენოს ანტიბიოტიკები ზრდის თვალსაზრისით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ფერმაში დაცული იყოს ბიოსაფრთხოების წესები, ხო? ესეც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია. რას ვაკეთებ ჩვენ? მაგალითად, თქვი, მე ზოგადად მოსახლეობა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაციონალურად გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები, აუცილებლად ექიმის დანიშნულებით კონკრეტული დროის განმავლობაში და კონკრეტული ანტიბიოტიკი. შემდეგ აუცილებლად უნდა დავიცვათ ელემენტარული ინფექციის კონტროლის წესები, რომელიც აერთიანებს თავის თავში ხელის ჰიგიენას, გარდა ამისა სუფთად საკვების მომზადება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და აუცილებლად ვაქცინაცია. ვაქცინაციაც არის პრევენციის ერთ-ერთი სახე. ახლა ალბათ ამას შემდეგი კითხვა მოყვება, რატო თქვენგან ველოდები კითხავს? აი მის რა ქვია, მათ შორის ხო თვითმკურნალობას რო არ მიმართოთ და ეს. ამაზე მინდა ვისაუბროთ. და ეს თვითმკურნალობა, რომელიც ხო ჩვენთანაც ესეთი გავრცელებული პრაქტიკა, ხო ეხლა გავიარეთ ხო ეს COVID პანდემია და მაშინაც ვნახეთ ახლა რომ რა რაოდენობის ანტიბიოტიკს მოიხმარენ ადამიანები ამ ვირუსული ინფექციის დროს, რომელიც ესე რასაკვირველია, იმ მიზნით ეფექტი არ ექნებოდა, რა მიზნითაც იღებდნენ ეს ადამიანები და ასევე ხო შეწყვეტა კიდე კურსის, იმიტომ რომ თქვენ ხაზი გავუწვით ამას, ხო, რომ ის რომელიც დანიშნა ხანგრძლივობა, ეს მნიშვნელოვანია, რომ ასევე არ შევწყვიტოთ და ინდივიდუალურ დონეზე ხლა ამ ანტიბიოტიკებს აი რა გავლენა აქვს. მაგაზეც რო ვისაუბროთ. დიახ, ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ წეგან მე ვახსენებ მიკრობიომი. მიკრობიომში შემავალი მიკრობები, ესენი არიან ჩვენი მეგობარი მიკრობები, რომელიც გვიცავს აი პათოგენური მიკრობებისგან. როდესაც ჩვენ ვიღებთ ანტიბიოტიკს, ფაქტიურად ჩვენ ვაზიანებთ ჩვენ მიკრობიომს და ხელს უწყობთ პათოლოგიურ მიკრობებს, რომ დასახლდნენ ჩვენ ორგანიზმში, მაგალითად იგივე კანზე, ცხვირის ღრუში, უკანა სწორნაწლავში, ისინი იქ ბუდობენ და როდესაც შესაძლებლობა ეძლევათ, მაშინ იწვევენ ინფექციას. ამას კოლონიზაცია ეწოდება, შეიძლება რეზისტენტული მიკრობებითაც მოხდეს. და წარმოიდგინეთ, ვიღაცა მიიღო ანტიბიოტიკი, არ გაუფრთხილდა თავის მიკრობიომს და ის შეიძლება წყარო იყოს აი ამ რეზისტენტული მიკრობებისა გარემოში. და
იცით რომ კონტაქტური გზით შეიძლება მიკრობები გავრცელდეს, თქვათ, უშუალოდ ხელის ჩამორთმევით, ზედაპირებზე გადასვლით. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ მიკრობები ზედაპირებზე საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებენ ცხოველ ყოფილობას. ასე მაგალითად დაახლოებით რომ გითხრათ, აი მაგალითად ოქროსფერი სტაფილოკოკი ყველა მიცის 7 თვემდე შეუძლია ზედაპირზე გაძლოს 7 თვემდე. 7 დღიდან 7 თვემდე. აი ეგ ძალიან საინტერესო იქნება თუ ჩვენ ვილაპარაკებთ ბიოფილმებზე, შეიძლება დააინტერესოს თქვენ მსმენელს ამ პროცესმა, იმიტომ რომ ფაქტიურად აი ეკოლოგია სწავლობს მიკრობებს შორის ურთიერთქმედებას ადამიანებსა და ცხოველებს და გარემოს შორის. და აი ზუსტად ეს უდევს საფუძვლად ინფექციის კონტროლის საკითხებს. და ნახეთ, როდესაც მიკრობი ზედაპირზე მოხვდება, წეგან ხო ვახსენეთ, ზედაპირზე მოხვედრილი, ვთქვათ, პათოგენური მიკრობი, ხო? რას აკეთებს ახლა? მისი მიმაგრება თავიდან რამდენიმე წუთიდან, რამდენიმე საათის განმავლობაში არ არის ისეთი მყარი. ეს არის შექცევადი პროცესი. ცოტა ხანში, რამდენიმე 2 საათიდან 4 საათის განმავლობაში მიკრობი იწყებს მყარად მიმაგრებას ზედაპირზე. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენ უკვე მისი მოშორება ზედაპირიდან ძალიან გვიჭირს, მაგრამ ის უკვე მრავლდება და წარმოქმნის კოლონიებს. ამის შემდეგ წარმოქმნილ კოლონიებზე ზემოდან ვითარდება დამცავი გარსი მატრიცა, რომლის ქვეშაც ეს მიკრობები ცხოველმყოფელობენ და არიან შეკრებილები და აი ზუსტად ეს გარსი უწევს, იცავს აი ამ მიკრობებს ანტიბიოტიკისგანაც და სადეზინფექციო საშუალებებისგანაც. წარმოიდგინეთ, ხო, ესე იგი უკვე გავიდა რაღაც დრო, ეს ყველაფერი ყალიბდება დაახლოებით 12 საათში. წარმოქმნის აი ამ ზემოდან ამ გარს და უკვე რთულია მისი მოშორება ზედაპირიდან. პრაქტიკულად მასზე, რო თუ გადაусვამთ სადეზინფექციო ხსნარს, ეს უკვე არ მოქმედებს. და შემდეგ იწყება მომწიფება აი ამ ბიოფილმის და უკვე მომწიფებული ეს დაახლოებით 72 საათამდე გრძელდება და ბოლოს ამ მომწიფებული ბიოფილმიდან ხდება გამოტყორცნა აი ამ მიკრობების და მათი ახალ ადგილას მოთესვა და ახალი ციკლის დაწყება. ეხლა ხომ გესმით, როგორი მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ზედაპირების, თქვათ, იგივე დასუფთავება. იგივე პროცესიც შეიძლება, თქვათ, აი ჭრილობაში მიმდინარეობს. ორგანიზმის შიგნითაც იგივე პროცესი მიმდინარეობს. კი ბატონო. აი სოთშორს ეს ხარაც პროცესი რაც ახსენეთ და იმე ეს გამორტყვა ორცნის ის. მე გავულინკა ამ ვიდეო სახწერაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, იმიტომ რომ ფირზე აღბეჭდეს ეს პროცესი, რამდენიმე დღის წინ გვედო ჯანმრთელობის დღიურების გვერდზე ეგ ვიდეო, ფირზე აღბეჭდეს აი ამ ბიოაპკიდან როგორ ხდება ეს გამორტყვა. აი ხო ჩვეულებრივი ის არის ახლა აი ჯენდრას საბოდა კაბატონილი გარო, აი ფაქტობრივად თითქმის იხსნება და ესე მოდიან უფრო მეტსაც გეტყვით. მაგალითად უცხოეთში, ხა ჩვენთან ჯერ ეს არ არის, ნახულობენ, თქვათ აი ტრაპებში, აი ესეთი ბიოფილმების შედეგად და ხელსაბანებში, აი მილებში, სადაც ეს ბიოფილმები ბუდობენ, იქიდან ამოსროლის შედეგად ნახულობენ რეზისტენტულ მიკრობებს პაციენტის ოთახში ზედაპირებზე და ეს ამოსროლა 120 სანტიმეტრამდეც კი შეიძლება მოხდეს. წარმოიდგინეთ. მათ შორის აი კონდიციონერებს, ხა სახლის კონდიციონერებს ნაკლებად ეხება, მაგრამ დიდი კონდიციონერები რაც არის, იმას წყლის საცავებია გარეგანი, რომელიც ხელს უწყობს ამ ჰაერის გაგრილებას, როდესაც დიდი ხანი არ ხდება ამის ასე თქვა დეზინფექცია, მე იქ დამდგარი წყალი არის ის, რაც უყვართ რეზისტენტულ მიკრობებს გასამრავლებლად. დიახ, კლეფსიელა ეს ჩვენი მთავარი მტერია დღესდღეობით საქართველოს ინფექციის. ხო, ეს backflow რომელიც ხდება, ხო ეს უკან წამოსვლა.
აი ამ სისტემებიდან სამეცნიერო დაწესებულებებშიც იგივე ხომ აგიტო არის ეს მნიშვნელოვანი ამაზე ინფორმირებულობა შედარებით დაბალია, იმიტომ რომ ჩვენთან ეს მაგის სიკვლევის ისინი მე არ გამიგია რომ კეთდებოდეს, მაგრამ ჩვენთან არა, მაგრამ ექსკმიდზე წარმოდგენილი იყო წელს უკვე ძალიან სერიოზულად საუბრობდნენ ამაზე აქიდან გავრცელებაზე, ანუ იმათმა ყველაფერი გააკეთეს ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით და ეძებენ თუ რა საკითხი გამორჩათ და ნახეს რომ აი აქიდანაც შეიძლება რომ მოხდეს თქვათ გავრცელება ამ რეზისტენტური მიკრობებით. დაწესებულებაშიც ესეც მნიშვნელოვანია, მაგიტო გვაქვს სპეციფიკური ხსნარებიც ამ სისტემების გასასუფთავებლად, მათ შორის სტომატოლოგიურ კლინიკებშიც, იმიტომ რომ იქაც ხო ამ სისტემაზე მუშაობს და ამ სისტემაზე არის დაერთებული. ესეც შეკითხვა მოსხავდა ლიგა, რომ ჩვენთან ახლა ეს ანტიბიოტიკების გამოყენების პრობლემაზე როცა ვსაუბრობთ, ხო? მაგ შემთხვევაში პატარა რეკომენდაციებიც ხო შეგვიძლია, რომ მივცეთ ახლა ჩვენ მსმენელებს რომ აი მოგეთ ამ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებზე მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ თითქოს ჩვენთან ესეთი სტანდარტად არის, როცა თვითმკურნალობა გვაქვს ასეთი მაღალი, აქვე ხა კიდე გეტყვით, თვითმკურნალობა არაფრით არ შეიძლება. უბრალოდ აი ისე არის თითქოს როგორც ისე განიხილება რა, რომ აი ეს ხო სულ მაქვს ხა ეს ფართო სპექტრის და მაინც დავლევ. ხო, მაინც დავლევ და ამაზე მოდით აი კიდე ხა თქვენს რომ უთხრათ ჩვენს მოსახლეობას რომ წესი და რიგი როგორი არის ანტიბიოტიკების გამოყენების, როგორი პრაქტიკა გვაქვს ზოგადად ახლა ამდენი წელია თქვენ საკვირდებით ამ პროცესს. საერთოდ ანტიბიოტიკები იყოფა სამ ჯგუფად. ეს არის პირველი რიგის ანტიბიოტიკები, რომელიც ხელმისაწვდომი არის, ასე ვთქვათ. შემდეგ დიახ, ამაზე ვსაუბრობ, უბრალოდ მინდა რომ ქართულად უთხრა რომ გაიგონ ეს კარგად. შემდეგი არის, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით პაციენტს და აი შემდგომი მეორე რიგის პრეპარატები და ამას უკვე შემდგომში მოყვება სარეზერვო ანტიბიოტიკები. და ასეთი დაყოფა აქ რა თქმა უნდა ჯანმოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და ამას მივყვებით ჩვენ გამოცეს კიდეც არის კრებული, სადაც ზუსტად არის მოცემული რომელ დაავადებას რა ანტიბიოტიკით უნდა უმკურნალოთ და მოყვება ამას უამრავი ექსელის ცხრილები თითოეული ანტიბიოტიკის აღწერასთან ერთად. ჩვენთან საქმე იმაშია რომ აი ვოჩის პრეპარატებს ვიღებ ძალიან ხშირად, ანუ იმ პრეპარატებს, რომელიც მეორე რიგის არის. ანუ ვახტებით პირველ რიგს და პირდაპირ მეორე რიგის პრეპარატებით ვიწყებთ მკურნალობას. და გვაქვს ძალიან დიდი რეზისტენტობა, უკვე ეს ნანახი არის და ეს პრეპარატები არის ამბულატორიულ სექტორში მაკროლიდები და მესამე თაობის ცეფალოსპორინი, ეს არის ჰოსპიტალურ სექტორში. როდესაც ჩვენ ასეთი სახის ანტიბიოტიკს ვიღებთ, საერთოდ ვანადგურებთ ჩვენ მიკრობიომს და ფაქტიურად არჩევანს აღარ უტოვებთ ჩვენს ორგანიზმს. შეიძლება ისეთი მარტივი ინფექცია, რომელიც თავისუფლად იმკურნება აი ამ პირველი რიგის პრეპარატით, ხო? ამიტომ ჩვენ რაც შეიძლება ნაკლებად უნდა მივიღოთ ის ანტიბიოტიკები, რომელიც არის სარეზერვოები. და ეს მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეუნახოთ ისინი ჩვენს თაობებს ანტიბიოტიკები. იმიტომ რომ ანტიბიოტიკების შექმნას დაახლოებით 15 წელი ჭირდება, რომ ახალი ანტიბიოტიკი შევიმუშაოთ და აი ზუსტად რეზისტენტობაზე ზედამხედველობა გულისხმობს იმას, რომ რაც გვაქვს დღეს, იმას გაუფრთხილდეთ. და მაქსიმალურად მიკრობზე მორგებული ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა დანიშნოს იქ.
ის სადაც ძალიან დიდი იმედი გვაქვს ხელოვნური ინტელექტის, რომ დააჩქარებს იმ პროცესს, რომ შედარებით აი ეს პერიოდი ხომ არა დაეწევა რომ სანდრო ამ რეჟიმით დავკარგეთ ის ყველაფერი რაც გვაქვს ის პროცესია ხო ეს ანტიბიოტიკების შექმნა კი პერსპექტივები არის რაღაც ანტიბიოტიკები ჩნდება კლინიკურ კვლევებშია ხელოვნური ინტელექტის ხო მაგრამ ვერ დავეწევით ამ პროცესს არ გვიშველის იმიტომ რომ ჩვენ თუ ისევ გავაგრძელებთ აი ანტიბიოტიკების ასეთ მოხმარებას როგორც დღეს გვაქვს ყველა მიმართულებით მაშინ ჩვენ ისევ იგივე სიტუაციაში აღმოჩნდებით და უკეთესი სტრატეგია იქნება რომ ჩვენ ცოტა პასუხისგებლიანად მიუდგეთ ჩვენი მხრიდან ანტიბიოტიკების მოხმარებას, დავიცვათ ინფექციის კონტროლის წესები და უფრო ვიმუშაოთ ახალი პრეპარატების შექმნაზე, თქვათ, რომ უფრო ადვილად მოხდეს ინფექციების კუპირება. კეთილი, აი ინდივიდუალურ შეცდომებზე და პასუხისმგებლობებზე როცა ვსაუბრობთ, კი შევეხეთ ზოგადად რა შეცდომებს უშვებთ ადამიანები, როდესაც ანტიბიოტიკებს მოუხმართ და მათ შორის ერთ-ერთი დავასახელეთ არასრული კურსი ანტიბიოტიკების, ან თვითმკურნალობა, ან არადანიშნულების მოხმარება, ხო? მაგრამ მე აქ ჩემ თავზე ავიღებ ამ წინადადებას და ვიტყვი რომ და გამოსავლად ერთ-ერთად დავსახეთ ის რომ ყოველთვის ექიმის მითითებით დანიშნულებისამებრ უნდა მიიღოს პაციენტმა კონკრეტული ანტიბიოტიკი. მაგრამ საქართველოში ჩემი უშუალო დაკვირვებითაც სპეცსამედიცინო განათლება მაქვს მათ შორის ხშირად თავად ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკოთერაპია არის შეუსაბამო, ან ის ანტიბიოტიკი ინფექციას არ ერგება, ან ზოგადად სხვა მდგომარეობაა, რომელსაც ანტიბიოტიკი საერთოდ არ მუშაობს და მაინც ინიშნება, ამიტომ რეკომენდაცია რომ ექიმის დანიშნულებისამებრ მივიღოთ, რა თქმა უნდა, მართებულია, მაგრამ ვინაიდან ექიმები ჩემი აზრით ხანდახან სწოდავენ იმაში, რომ რას ნიშნავენ ანტიბიოტიკს, გამოვყოთ მდგომარეობები თუ შეგვიძლია, რომლის დროსაც არაეფექტურია ერთის მხრივ ანტიბიოტიკების მიღება და არაეფექტურობას ვინჩივის საზიანო არის ჩვენი ჯანმრთელობისთვის იმ მხრივ, რაც თქვენ უკვე ახსენეთ. ანუ ეს მდგომარეობები გამოვყოთ, გულისხმობ, ეს არის გაციება, გრიპი, ბრონხიტი, რომელიც ძირითადად არის ვირუსული ეტიოლოგიის და ამას ვერ ეხმარება ანტიბიოტიკი ვერანაირად, პირიქით ჩვენ მიკრობიომს ვაზიანებთ. ზოგადად კვლევებით ირკვევა, რომ 80%-ში არასწორად არის ხოლმე მიღებული ანტიბიოტიკი აი ასეთი გაციებითი დაავადებების დროს. რა თქმა უნდა, აქ გვაქვს გამონაკლისები. და ეს გამონაკლისები უნდა გამოვყოთ. ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ ჯანმრთელს დასრულ ადამიანებზე, რომელთა ჩვეულებრივ მომენტში ანტიბიოტიკი არ სჭირდებათ. ესეთი კვლევები არსებობს, რომ 5 წლამდე ბავშვს 24-ჯერ გამოუწერეს ანტიბიოტიკი. წარმოიდგინეთ, მიკრობიომის აღდგენას შეიძლება დასჭირდეს 1 ან 2 წელი, ან შეიძლება საერთოდ ვერ მოხდეს მისი აღდგენა და ასეთ პრობლემურ საკითხებთან გქონდეს საქმე. წარმოიდგინეთ, დღევანდელ დღეს არსებობს კვლევები, რომელიც გვეუბნება, რომ მიკრობიომის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომელი ქრონიკული დაავადება იქნება პაციენტს. მიკრობიომის მიხედვით შეგვიძლია გავახანგრძლივოთ ადამიანის ახალგაზრდული მდგომარეობა და ჯანმრთელობა. მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობასთან კავშირი გათბრეინაქციის ყველაფერთან. ანუ გამოდის, რომ ეს მიკრობები, რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან, დიახ, ძალიან ბევრ პროცესში მონაწილეობენ და დადგენილია, რომ იმუნურ პროცესებში ისინი ძალიან აქტიურად არიან ჩართულები. იმიტომ უწოდებთ მეორე ტვინს, ეს ნაწლავურ მიკრობიომს. ხოთაშორის ძალიან დიდი კვლევები წამოვიდა ამ პირის ღრუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, უკვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც დაადო ძალიან დიდი კვლევა, სადაც ნაჩვენებია, რომელი დაავადებები არის პირის ღრუს წამყვანი და ამის მერე რა პრობლემები ვითარდება და საკმაოდ ბევრი კვლევა ტარდება ამ კუთხით. ქავტეოლიკა თქვენ როგორც
როცა საუბრობთ აი ანტიმიკრობულ რეზიდენტობაზე, ახსენეთ, რომ ვაქცინაციაო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ამ მიმართულებით და მოდი აი მაგ საკითხზე რო განვავრცოთ, იმიტომ რომ ერთი შეხედვით თითქოს კავშირი არ არის, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი კავშირია და აი რანაირად შეგვიძლია რომ ვაქცინაციის ფართო მოცვით ანტიმიკრობული რეზიდენტობის საფრთხეები შევამციროთ. ვაქცინაცია არის ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიება, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია დაავადების განვითარებას შეუშალოთ ხელი. მნიშვნელოვანია რომ არ განვითარდეს დაავადება, შემდეგ ის არ გართულდეს და აღარ დაგვჭირდეს თქვათ ანტიბიოტიკი ამ დაავადების სამკურნალოდ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვაქცინით პრევენცირებადი დაავადებებზე იყოს ნორმალური მეთვალყურეობა და ვაქცინაციით მოცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ აგრეთვე ჩვენ საიტზე გვაქვს განთავსებული ორსულთა ვაქცინაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. იცით რომ კოვიდის პერიოდში ძალიან ბევრი კითხვები გაჩნდა ვაქცინაციასთან მიმართებაში და ძალიან ბევრი ანტივაქსერები ყავს და ჩვენ და სამარცხვინოდ შეიძლება სამედიცინო პერსონალშიც კი აღმოაჩინოთ ასეთი ადამიანები. რაც შეეხება ორსულის ვაქცინაციას, იქ მოცემულია ამერიკის დაავადებათა კონტროლის კალენდარი, რომ უფრო სარწმუნო იყოს ეს ინფორმაცია ჩვენ არ მოვშალეთ თქვათ ეს ინფორმაცია რაც იყო განთავსებული CDC-ის საიტზე. შეუძლია ორსულის ვაქცინირება, შესაძლებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით, შესაძლებელია კოვიდის ვაქცინით, შესაძლებელია დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველას ვაქცინით. ახლა რატო აკეთებს ტარდება ამერიკაში ეს აცრები, იმიტომ რომ იქ ეპიდემიოლოგები დააკვირდნენ, რომ ახალშობილებში იყო შემთხვევები ყივანახველასი, იმიტომ რომ როდესაც აცრის მერე, როდესაც დიდი დრო გადის, როგორც ჩანს, ანტისხეულები მცირდება დედის ორგანიზმში და იმდენი რაოდენობით არ გადაეცემა ახალშობილს, რადგან იყო შემთხვევები დაათვალეს, გააკეთეს და განახორციელეს მათ აი ამ რისკის შემცირების ღონისძიება. ის ზუსტად ეს არის გადაწყვეტა, ხო? ეპიდემიოლოგიური გადაწყვეტა, რომ რაღაცა რაც მაქვს მე ისეთი რაოდენობით, რომ იწვევს შვილებში სიკვდილობას, შემიძლია აი ვაქცინით შევამცირო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ხო, და აქვე კიდე ისიც უნდა ვთქვათ, რითიც დავიწყეთ დღეს ჩვენი ეპიზოდის ჩაწერა, რომ რასაკეთებენო კადრს მიღმა ეს ადამიანები და ზოგადად საზოგადოების ჯანდაცვის სისტემა ხო ესეთია უხილავი შრომაა და მე ადამიანებს ეს გონიათ ხოლმე, რომ რაღაცა თავისთავად მოხდა ეს ყველაფერი, ხო? იმიტომ რომ აი ეს რო არ ყოფილიყო ეს ამ ვაქცინაციით ფართო მოცვა წინა მე-20 საუკუნეში და მე 21 საუკუნეში უამრავი სხვა კამპანია და ჩვენ გარშემო ეს დაავადებები ასე არ შემცირებულიყო და ზოგიერთი თითქმის გაქრა. ხო, დღეს სრულიად სხვა სურათი გვექნებოდა დედამიწაზე, ხო? აი ეს არის ამ ყველაფრის მიღმა და ხშირად ხელს გვიშლის ხოლმე მე მაინც მგონია კაპიტოლიკა წაღანაც აი გავამხელე ხა და ვეტყვი ჩვენს მსმენელს რომ კაპიტოლიკას თხოვე რომ მოგვიღებით მეთქი თქვენი განვლილი გზა მეთქი უფრო მეთქი ისე ინტენსიურად იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მეთქი რა პრაქტიკოსმა ექიმმა რომელიც ესაღებულებდა ყოველდღიურად პაციენტებს ერთ დღეს ატომ გადაწყვიტა რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმულიყო და უფრო მეტი ადამიანისთვის ეშველა აი ამ გზით იმიტომ რომ ასეთი ადამიანების გადაწყვეტილებების შედეგებია დღეს რომ ასე ყოველი მეორე ბავშვი აღარ კვდება ჩვენ გარშემო. და ამიტომ ეს მიღწევები არ უნდა დავივიწყოთ და ნუ გავხდებით რაღაც ამ დეზინფორმაციის მსხვერპლები ესეთი მარტივად, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე ერთ რაღაცას, რომ ქართველებს რაღაცა უცნაური კოლექტიური ჩვევები გაგვაჩნია და სოციალურ მედიაში რა სურათიც არის, იგივე არ არის სტატისტიკური მონაცემები. ხო. უბრალოდ სოციალური ქსელი გაჯერებს, რომ თითქოს ყველა ესე ფიქრობს, და არ არის. ეს არ არის ესეთი ძლიერი, იმიტომ რომ კი ქონდა შეფერხება, ხო, ქონდა კოვიდის დრო. არის ხოლმე რაღაც პრობლემები, ამას აკვირდებიან და რა თქმა უნდა განათლებით, საზოგადოებასთან მუშაობით ეს პროცესები აუცილებლად გადაიჭრება. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის ჯერუნად მიწოდება. ანუ თავისი ფაქტებით და მტკიცებით
მტკიცებულებებით. თუ ეს არ არის მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიწოდებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, იმ ინფორმაციას დიდი ფასი არ აქვს, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე რომ რაღაცა კვლევა გამოჩნდება და აი ამ კვლევის საფუძველზე ივარაუდეს ეს. ამას ჩაღრმავება ჭირდება. რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ამ კვლევაში? რა იყო ზომა? სად არის გამოქვეყნებული? ვინ ჩაატარა ეს კვლევა და ასე შემდეგ უამრავი კითხვებია, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ მოვახერხოთ, რომ ჩვენ მოსახლეობას მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნათ თუ რასთან გვაქვს საქმე და კითხვების დასმა სირცხვილი არ არის, მათ უნდა დასვან კითხვები და ჩვენ უპასუხოთ ამ კითხვებს მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ინფორმაციის საშუალებით. ბატონო და ეს დამამატებო თუ უბრალოდ არ გაქვთ რომ ან არის ისეთ გადამოწმოთ ხოლმე ეს ინფორმაცია, ეს სწორედ ამის არის მე ეს პროფესიული ასოციაციები რომლებიც ამას აკეთებენ და ვებგვერდი რომლის შესახებაც ვისაუბრეთ, რომელიც გააკეთა ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციამ და იქაც შეგიძლიათ ხოლმე შეხედოთ ამ ინფორმაციებს და გადაამოწმოთ. ხო, აი პრინციპში პირველად ალბათ კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, აი ბოლო 100 წლების ფარგლებში ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, სადაც ინფორმაციის ნაკლებობა არ არის პრობლემა, არამედ არის ინფორმაციის სიჭარბე. ხან დეზინფორმაციას სწორი ინფორმაციისგან და მართებული ინფორმაციისგან ის განასხვავებს ხშირად, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვინაიდან ხშირად ახლავს ხოლმე ემოციური და ადამიანები ემოციურად ლაპარაკობენ. პირადი ისტორია, რომელსაც ანეკდოტურ შემთხვევებს ეძახიან ხოლმე, ხო? ან შეიძლება საერთოდ ადამიანს რაღაცა ეგონოს ის რაც თავისი დაკვირვება იყოს და მეტი არაფერი, მაგრამ მოჭიდება ადამიანებზე ასეთ ისტორიებს უფრო აქვს, ხო? ან შიშზე გამახვილებული ყურადღება. საერთოდ ემოციები მართავს და თან სოციალური მედია ალგორითმულად ესე ალაგებს, რასაც მეტი ჩართულობა აქვს, ისეთ კონტენტს ასე თუ შინაარს უწყობს ხელს, რომ ახლიდან გავრცელდეს. ამიტომ აქ სოციალური ქსელების მისვეურების პასუხისმგებლობა ძალიან დიდი. ახლა აქედან ვის უნდა გავაგონო, მეც ვერტურის გავაგონებ ხმას, მაგრამ ეს ასეა და ამავდროულად მეცნიერება ხშირად უფრო აი თქვენ სწორი ბრძანეთ, რომ ადამიანებისთვის გასაგებენაზე უნდა მეცნიერება ხშირად მშრალად ფაქტებით საუბრობს, ან ამბობს, რომ აი საკმარისი მტკიცებულებები არ არის, რომ თქვათ, რომ ეს ასეა და ადამიანი მარტივ პასუხს ეძებს. და ეს მარტივი პასუხები ხშირად დეზინფორმაციის სახით უფრო იოლად ვრცელდება. ამიტომ ჩვენ კიდე რაღაცა ორმაგად და სამაგად მეტი გვაქვს სამუშაო, რომ სწორი კომუნიკაციის გზა ავირჩიოთ ამ ადამიანებთან, რომლებსაც არ აქვს სამედიცინო განათლება და არანაირი ვალდებულება არ აქვს, რომ ეს განათლება ჰქონდეთ. ბოლო შეკითხვას დაგისვამთ კამპტონლიკა, ამის გარეშე ვერ გაგიშვებდით აქედან, ეხლა რომ ხელების ჰიგიენასთან დაკავშირებითაც კიდე რომ არ ვისაუბროთ. მესმის რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ჩვენ გარშემო მუდმივად, მაგრამ ეს არის თემა, რომელსაც მუდმივად შეხსენება ჭირდება და აი პირდაპირ ესეთ ფართოდ გავრცელებული შეკითხვები და მითები მინდა რომ მოვაქციო ეხლა ერთად რომ რატომ დავიბანოთ ხელები? მერე ანტიბაქტერიული საპნების აი ეს ფენომენი არსებობს არ არსებობს როგორ არის ამ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ეს ხელის ანტიმიკრობული გელები სანიტაიზერებს რო ეძახიან ხოლმე ეს ანაცვლებს თუ არა ხელების დაბანას. კარგი კითხვებია, მე არასოდეს არ მომბეზდება ხელის ჰიგიენაზე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენი ხელები არიან მთავარი ინფექციის გადამტანები და მიკრობის გადამტანები, როგორც საავადმყოფოში, ასევე ზოგადად სოციუმში. ამიტომ ხელების სისუფთავეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაგრამ აქ ისმევა კითხვა, როგორ დავიბანოთ ხელები? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რას აკეთებს საპონი და წყალი? რას აკეთებს ანტიბაქტერიული საპონი, რას აკეთებს, თქვათ, ის სანიტაიზერი, რომელსაც ხმარავთ. მოდით ავხსნათ ახლა, საპონისა და წყლის საშუალებით ჩვენ ვახდენთ აი ამ მიკრობების ხელიდან მოშორებას ხახუნის შედეგად. ნახეთ, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნიკას, აი როგორ ვიბან, რჩება თუ არა რაღაც ადგილების, რომელიც ვერ დავიბანე და მინიმუმ დროისგან რაღაცა დრო უნდა დაუთმოთ ხელის დაბანას, რომ ეს ხელის დაბანა იყოს სრულყოფილი. მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებაში 40-დან 60 წამამდე არის საჭირო ხელის დაბანის შემთხვევაში, როდესაც საპონს და წყალს ხმარავთ. და
ჩვეულებრივად ხა ოჯახში და საზოგადოებაში 20 წამით საკმარისია. რა ჩვენ ვეუბნებით ხოლმე რომ მოდი სიმღერა ვიმღეროთ, დაბადების დღის სიმღერა, ერთი მისამღერი არის 20 წამი. და ამ დროს ხელების სწორი მოძრაობით შეგვიძლია რომ მოვიშოროთ ხელებიდან აი ეს მიკრობები ჩამოვიშოროთ. რაც შეეხება სანიტაიზერს, ალკოჰოლზე დამზადებული ხელის დეზინფექციო საშუალება ასევე ეძახით ჩვენს დოკუმენტებში ასეთი ჩანაწერებით არის ის უკვე შლის მიკრობებს. აქაც ხელსმა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველა ადგილს შევეხოთ და აქაც დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა რაოდენობით დავიტანთ ხელზე, როგორი ტექნიკით გავუსვავთ ხელებს ერთმანეთს და ისე უნდა მოხდეს, რომ საბოლოო ჯამში ის ადგილები, სადაც მიკრობები ბუდობენ, არ დარჩეს მიკრობებით დასახლებული და შეგვეძლოს, რომ დავიმუშაოთ ხელი კარგად. ანტისანიტაიზერი თავის მხრივ არ ახდენს რეზისტენტობის განვითარებას. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და შეგვიძლია ძალიან თამამად მოვიხმაროთ, ოღონდ უნდა დავიცვათ წესები. რა წესები, რომ თუ ჩვენ ხელები ვიზუალურად დაჭუჭყიანი გვაქვს, მაშინ ამ ხელის დეზინფექციო საშუალების მოხმარების მაგივრად უნდა ჩავიტაროთ ხელის ჰიგიენა საპნითა და წყლით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. რაც შეეხება ანტიბაქტერიულ საპნებს, სახში მოხმარებას, მათი სარგებელი და პრეროგატივა, თქვათ, ჩვეულებრივ საპონთან და წყალთან მიმართებაში დადგენილი არ არის. უფრო მეტიც შეიძლება მათ გამოიწვიონ რეზისტენტობა. ამიტომ მე ჩვენ მსმენელებს ურჩევ, რომ ჩვეულებრივად, როდესაც ხელები ვიზუალურად ჭუჭყიანია, საკვების მომზადების წინ, ტუალეტის სარგებლობის შემდეგ, აუცილებლად გამოიყენონ, ჩაიტარონ ხელის ჰიგიენა, საპონითა და წყლით, ხოლო თუ საპონი და წყალი არ არის, თქვათ, ხელმისაწვდომი, სადღაც არის წასული ადამიანი, სადაც, აი ვთქვათ, სამოგზაუროდ მიდის ყოველთვის კარგი იქნება თუ პატარა ესეთი ბალონი ედება ჯიბეში და ხელების დამუშავებაზე იზრუნებს. იმიტომ რომ საზღვრები ღია, საზღვრებში გადის ძალიან ბევრი ადამიანი, აი ეს ხელს უწყობს, თქვათ, აი ამ მიკრობების და დაავადებების გადასვლას სხვადასხვა სოციუმებში. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივაქციოთ ყურადღება ხელის ჰიგიენას, კი, ჩვენი ხელები არის ინფექციის წყარო ნამდვილად. ზუსტად ამერიკაში ეს აბორიგენი ინდიელებს, ვისაც ვეძახი დღეს, მათი უმრავლესობა სწორედ წითელათი დაიხოცა, რომელიც ამერიკელი. წითელა სავარაუდოდ გრიპი, ხო? წითელა და გრიპი, ხო. იქნებ ჩამოგვივიდა სიფილის. გარდა იმისა, რაც ვიცით ისტორიული წყაროებიდან, გაზვიადებული არის ხოლმე ხშირად ის რაღაცა, თითქოს რაღაც გენოციდის და 99% დაახლოებით დაიღუპა. ხო, ცოტა ნაკლები, მაგრამ უმრავლესობა დაიღუპა ინფექციური დაავადებებით, რომელიც მანამდე იქ არ იყო გავრცელებული. დიახ. კი ამ მსოფლიო ჩემპიონატი მთელი მსოფლიო იქ არის ჩასული. იქნება ადგენს ადაპტირდით შედარებით. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ხო, არ გამოგჩა რამე ისეთი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გვეთქვა და ჩვენ არ დაგისვით ასეთი კითხვა. ასე თუ ისე ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ აი ამ რეზისტენტობასთან დაკავშირებით. ერთი რამე მინდა რომ დავამატო. სანამ გადაწყვეტავს მოქალაქე მიიღოს თუ არა თვითნებურად ანტიბიოტიკი. დაფიქრდეს იმაზე თუ რა შედეგები მოყვება ამას და დაფიქრდეს იმაზე რომ ეს მისი სოციალური პასუხისმგებლობაა. აი ეს არის ჩემი გზავნილი მათდამი. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა სანდრო და მე შეგახსენებთ რომ თქვენ უსმენდით და უყურებდით ჯანსაღ დიალოგს. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიწეროთ კომენტარები და ლაიქოთ ეს ვიდეო. ეს ძალიან ეხმარება ჩვენს არხს. კარგ ბრძანდებოდეთ ნახვამდის. მოლ შეხვედრამდე. მადლობა დიდი.